ბრიუსელის შემდეგ აღიარების რეჟიმში ვაშინგტონი გადავიდა. Როგორც ცდილობდა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით საქართველოში საკუთარი ინტერესების გატარებას. ფაქტზე წლების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი ელაპარაკდა. სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა მეთოდებზე, რომლის დანერგვასაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და არმიის წარმომადგენლები ცდილობდნენ. Ყიდულობდით გაზეთებს, ყიდულობდით ტელეკომპანიებს, ვიყენებდით NGO-ებს, ისე რომ არ იცოდნენ დაზვერვის აგენტები იქაც თუ ყავდა და ვასწავლიდით, იარაღს ვაწვდიდით ლიბერალურ დემოკრატიას. იგივე გავაკეთეთ საქართველოში, ეს ყველგან გავაკეთეთ და ძალიან წარმატებულები ვიყავით. ყოფილი მაღალჩინოსნის აღიარების მიუხედავად ოპოზიციის ნაწილი ირწმუნება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მთავარ მიზანს დემოკრატიის განვითარება წარმოადგენს. საკითხზე საუბარს არარელევანტურად მიიჩნევენ გახარიას გუნდში. ქვეყანაში გვაქვს უმწვავესი პრობლემები, განათლების მიმართულებით, სოციალური მიმართულებით. ამ საკითხებზე უნდა საუბრობდეთ, იმიტომ რომ ეს საკითხები აწუხებს ხალხს და არა ის, რომ კონკრეტულმა გენერალმა ან კონკრეტულმა ამერიკაში ცხოვრებმა მაღალჩინოსავმა რაღაც კომენტარი გააკეთა. დღეს ივანიშვილს აღარ სჭირდება. არასამთავრობო ორგანიზაციები მას სჭირდება მხოლოდ ძალაუფლება, საკუთარი ინტერესებისთვის და მტრად გამოაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციები. ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება ქართული მხარისთვის იმის დასტურია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ კონკრეტული სქემები გამოიყენებოდა, რომელშიც სპეცსამსახურები ფიგურირებდნენ. ხელისუფლებისთვის ნათელი გახდა ისიც, თუ რატომ მოყვა აჟიოტაჟი კანონს, რომლის მიზანსაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა წარმოადგენდა. დღეს უკვე ამერიკული ადმინისტრაცია მისი წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კონკრეტული მექანიზმები, უცხოური დაფინანსების მექანიზმები გამოიყენებოდა მტრული საქმიანობისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ის სამარცხვინო აჟიოტაჟი, რომელიც მაშინ შექმნეს ხელოვნურად კონკრეტულმა ელჩებმა, კონკრეტულმა მედია საშუალებებმა, კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, კონკრეტულმა NGO-ებმა. ეს იყო მტრული საქმიანობა საქართველოს სტრატეგიული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ აქ რეალურ რეჟიმში ვაკვირდებოდით უცხოური სპეცსამსახურები, როგორ აფინანსებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ აგენტურას იმისთვის, რომ ანტიქართული საქმე ეკეთებინათ, იმისთვის, რომ ანტიქართული იდეოლოგია ეწარმოებინათ და ეს არ იყო მხოლოდ NGO-ები. NGO სექტორი რომ სინამდვილეში არა სამოქალაქო საზოგადოების შეხედულებებს, აზრებს და სურვილებს, არამედ ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურების სურვილებს, შეხედულებებს და აზრებს გამოხატავდა, აი ამის პირდაპირი დადასტურება ის რაც ბრძანა ამ ბატონმა. არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალე დაფინანსებასა და მათი მხრიდან განხორციელებულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე ქართული მხარე უკვე წლებია საუბრობს. ახლა კი ეს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა მაღალჩინოსანმაც დაადასტურა.